ქორწილში არიან მე ერთად ეს ტიპები. ანუ წარმოიდგინეთ ძველი პერიოდზე გაის დრო და მაშინ ახლა მოგეხსენებათ როგორ ბუჩქებში იყო შეყენებული შესტიადინაცადი ასე გამოჭრილი ქონდათ. ის ბუჩქები ასე გამოჭრილი ყოხტად შეყენებული ეს მანქანა და უკვე ეს თვითონ თუ ვინმე საჩერებდა სხვა თემა იყო, მაგრამ აი ეს ვინც გრუზავიკებზე მუშაობდა რაღაც ტრაილერი, არა იმგეს თავის წავკა ქონდათ, საიმანეთი, ხუთიმანეთი თუ რაღაცა, ისე თვითონ აჩერებდნენ. ან მიქონდათ რაღაცა ტვირთი, იმის წავკა იყო, რომ ეს უნდა გადაეხადა, რომ ეს ვალდებული ხარ, რომ ეს ხუთიმანეთი დატოვო. ერთი ასეთი მძღოლი წარმოიდგინე რაღაცა მოაქვს და იქ იცის რომ უნდა გააჩეროს, ახლა და რო გადავიდა ამ გაიშნიკთან. იმას მიყენებული გაქვს ამ სტილში და ჩაძინებია გემრიელად ძინავს ხროტინებს კარგად ძინავს და ამ კაცმა გამოაღო ბარდაჩოკი იქ ზევითი საქარეზე მზისის როა იმაში ფული ეს ფულები ამოკრიბა ამ გაიშნიკს ხელზე კარგი ოქროს ბრასლეტი უკეთია ესეც მოხსნა წავიდა ნუ და გავიდა ერთი წელი დაახლოებით 2 რა ვიცი და მოხდნენ ქორწილში ეს ორივე. ეს გაიშნიკი თავის მეგობრებთან ერთად ზის და ამის წინ ხედავს ბიჭო და ამ ბიჭს რო უკეთი ეს ბრასლეტი ვიღაცას იმან კი არის მაგრამ ეს იცნო. ეს ბრასლეტი. ბრასლეტი იცნო ეს ჩემი არა ამის დედა. ცოტა ხანში ამის გამოდი ერთი გარეთ შენო. გამოდი ერთი გარეთ და კაიყვანა თავის ვაგაცებთან ახლა დედა აქ ნატირები ამას ახლა ხო? ბიჭო ეს ბრასლეტი შესაიდან გაქო ერთი საერთოდ ბიჭო, ასე და ასე იყო. ეს რა ქვია, მოვდიოდი მანქანით და გავაჩერეო და მივედიო, ვიღაცა ტიპი გავხედეო, მანქანაში ძინავს. ეს ბრასლეტი ეგეთა ხელზე, ბრასლეტი ეგეთაო, ჯიბები გაუჭრიკე, ფული, რაც ხონდა ამოვაცალეო, მანქანაში რაც კაი ნივთები იყო. მერეო, რაღაც ახლა მონატრებულიც გავიყავი, დიდი ხანია რეისში ვიყავი, წასულიო, ხალი არ მინახე, არ გადავაბრუნე, კაციო. ონა გავცხო. გვარიანად. გვარიანად ამას ეს მაგაცები ეკითხები შენია, ბიჭო ეს ბრასლეტი ხო შე. ამან აღა სამბავი რო მოყვა იმან. არა, ძმო, აი ვაფშე სხვა ქსოვა. აი ჩემი საერთოდ სხვა ქსოვა იყო. მაი არა, ჩემი ძმაო დამანებთან. ესე იგი, გადავიდეთ ნუ. გამახსენდა კიდე კაიზარი რა. აი მასე ბილეთების თემას ეხება რა. ხო. მირეკავს აი ეს კონცერტი იყო მე მგონი